უფრო მეტად განგვიმარტე რა არის მთავარი მიგნებები ამ კვლევის ერთის მხრივ და რა არის მიზანი ასეთი კამპანიების წარმოების, რითი აზიანებს ეს არა მარტო პოლიტიკურ პროცესს, არამედ ჩვენ სოციალურ ქსოვილსაც. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა ნამდვილად ისფეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალა გამოაქვეყნეს გუშინ და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ზოგადად ამაზე საუბარი. სანამ ამ კვლევის მიგნებებზე გადავალ, მე მინდა ზოგადად ვისაუბრო საინფორმაციო ოპერაციებს, როგორ უცხოება ქართული ოცნება და შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად სტრატეგია და მექანიზმი. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ საინფორმაციო ოპერაციები ეს არ არის ახალი და ავტორიტარული და არადემოკრატი აქტორები ამას იყენებენ იმისათვის, რომ საზოგადოების აზრი შეცვალონ ისე, რომ მათთვის იყოს ეს ხელსაყრელი, იქნება ეს ოპოზიციის დისკრედიტაცია თუ მათი მხარდაჭერის გაზრდა და სხვა ბევრი მიზანი აქვს, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს არის ავტორიტარული რეჟიმების ხელწერა და ჩვენ ვიცით, რომ ამის ყველაზე დიდი მაგალითი და სახელმძღვანელო არის რუსეთი, ხო? ერთ-ერთი მთავარი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში აწარმოებს საინფორმაციო ოპერაციებს და ძალიან ბევრი ქვეყანა ებრძვის რუსეთის ოპერაციებს, ევროპული ქვეყნები იქნება თუ ასე შემდეგ. რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვებრძოდეთ რუსულ ოპერაციებს, საინფორმაციო ოპერაციებს, როგორც მაგალითად მოლდოვაში ხდება ან სხვა ქვეყნებში, ხო, ევროკავშირი ესე აქტიურად ებრძვის. სამწუხაროდ საქართველოში პირიქით ხდება, რომ ჩვენ არც კი გვჭირდება რუსული ოპერაციების ჩარევა, იმდენად სამწუხაროდ ქართული ოცნება ძალიან კარგად ახერხებს თავად გამოიყენოს ეს საინფორმაციო ოპერაციები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ჩამში ერთი სიტყვა, ეს არის ტყუილი, ყალბი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელშიც აცხოვრებენ ადამიანებს და აქაც მთავარი ეს არის, რომ ასე ვთქვათ, მათი მიზანი არის, რომ საზოგადოებრივი აზრი იყოს მათთვის სასურველი, ასე ვთქვათ, ფორმირების პროცესში. და ქართული ოცნების მხრიდან ჩვენ ამას ვაკვირდებოდი და 2018 წლიდან იყო უკვე შესამჩნევი ეს, მაგრამ მაშინ უფრო ანონიმური იყო ეს ყველაფერი და ცოტა უფრო კარგად უნდა ჩაგეხედა, რომ დაგინახა და 22 წლიდან რუსეთის უკრაინას შეჭრის შემდეგ უფრო ნათელი გახდა ეს საინფორმაციო ოპერაციები. მე მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ გამოვაქვეყნეთ ანგარიში, როგორ ახდენდა იმედი და პოზიტივია ეს რაღაცა ანტიდასავლური გზავნილების გამოქვეყნებას და ახლა დასანქციდნენ ისინი, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ სტრატეგიული ბუნდოვანების ხანა იყო. აი ამ Facebook-ის გამოკვლევებისა და მეების შედეგი, მაგრამ ახლა უკვე ამას ტრიბუნებიდან იძახიან და არათუ მალავენ შალვა პაპუაშვილი იქცა ადამიანი, რომელიც აძლევს ტონს ამ მიმართულებას, ანუ კამერტონივით არის, ასე თქვა და მე უკვე მიყვება ხოლმე ეს კირცხალიები დადის სხვადასხვა დონეზე, მათ შორის მათი პროპაგანდისტული ინსტრუმენტების ნაწილშიც და ერთი დეტალი თქვენ რაც ახსენეთ, რუსული ჰიბრიდული ომიდან მარტო ინსტრუმენტები და ტექნოლოგია კი არ გადმოიღეს. არანაკლები და ალბათ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომ ნარატიული თვალსაზრისითაც ეს არის ფაქტობრივად კოპირება, როგორც მთავარი თემების, ასევე ამ თემების შინაარსის. ეს არის ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა, რომლიდანაც ჩვენ შეგვიძლია დასაბუთებული დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ესენი კი არ იყენებენ იმ რუსულ მექანიზმებს, არამედ არიან ნაწილი და გაგრძელება ამ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის. გეთანხმებით, გიორგი, იმიტომ რომ მე ვსწავლობ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნების, ვთქვათ, საარჩევნო პროცესებში ჩარევას რუსული საინფორმაციო ოპერაციების და იმ ქვეყნებში, სადაც მაგალითად ხელისუფლებები ებრძვის, იქნება ეს მოლდოვის მაგალითი, იგივე სომხეთის მაგალითი თუ ასე შემდეგ, შესაძლებელია რუსული დეზინფორმაცია, კი ძალიან რთულია, მაგრამ დამარცხება, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც არ ებრძვიან და პირიქით ხელისუფლება ამას აგრძელებს, როგორც თქვენ თქვით, ჩვენ არაერთი ანგარიში ვქონია, როგორც თანხმედრაში იყო, მაგალითად ქართული ოცნების მესიჯები ზუსტად რუსული, თქვა, საინფორმაციო ოპერაციების, რომელიც იქედან მოდიოდა. ხალხი პირდაპირ არის შეტოვებული. ხო, კი ბატონო და ეხა სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის, ასე ვთქვათ, საბრძოლო მომივიდა და შეიძლება გამოგადგეთ თქვენს კვლევაში, აი ოზონის შრერო არის, ხო? რადიაცია ხო მოდის, არა? ხელისუფლება თავისი სტრატეგიული კომუნიკაციის ინსტრუმენტებით, ხო? სპეციალური სამსახურები, როგორც სპეცსამსახურები, ასევე სხვადასხვა სამინისტროებთან არსებული ჯგუფებით დაფინანსებული და ასე შემდეგ, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ, რომ ფილტრს ქმნიდნენ, ხო? ამ რუსულ. კი ბატონო. აი ეს ფილტრი ოზონის შესავით, აი ეს რომ მოიხსნას და მთელი ეს რადიაცია მოდის ყოველგვარი წინაღობის გარეშე და ზოგიერთ შემთხვევაში ამაძლიერებლებიც კი არიან. კი, აი ნახეთ, გავიხსენოთ, მეტას ჰქონდა Facebook-ის მმართველ კომპანიას ანგარიში, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, ანუ ესე რაღაცა შექმნილი ოპერირებდა საქართველოში, რომელიც ცდილობდა დისკრედიტაციის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების, ეს ქსელი მეტამ წაშალა და პირდაპირ ეწერა, რომ კავშირში იყო საქართველოს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან, ანუ მთავრობის სტრატკომთან. მთავრობის სტრატკომი როლი უნდა იყოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს პირიქით მოხდა. მაგრამ ახლა აი ამ ტროლებს და ბოტებს რო დაუბრუნდეთ, ესეც მინდა რომ მაყურებელს აუხსნა, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს აი ამ ასე ვთქვათ ყალბი ანგარიშების შექმნას. ეს არის შექმნილი იმისათვის, რომ ყალბი ალტერნატიული რეალობა შეიქმნას და საზოგადოებრივ აზრი ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი რა არის ეს? ერთი არის, რომ ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს შიდა თუ გარე აქტორების შექმნას მტრის ხატი. და ერთი ხაზი არის ნამდვილად ეს, რომ სულ ვიღაცა არის მტერი. ხან შიგნით არის რა ვიცი ნაციონალური მოძრაობა, ხო სულ მტერია, მაგრამ სამოქალაქო ორგანიზაციები, მედიები სულ მტერი და სულ რაღაცა საფრთხეა თითქოს ქართული ოცნებისთვის და გარეთ ხან გლობალურ რომის პარტიას ებრძვიან, ხან deep state-ს. ანუ სულ აქვს შექმნილი მტრის ხატი, რომ თითქოს ვიღაცა ებრძვის საქართველოს და ამით ცდილობენ რაღაცა საზოგადოების კონსოლიდაციას მათ ირგვლივ, აი ჩვენ ვებრძვით მტერს, რაღაცა საფრთხეს. ეს არის ერთი ხაზი, რომელსაც აი ამ ტროლბოტების და ზოგადად საინფორმაციო ოპერაციების მეშვეობით ავითარებენ. მეორე არის ეს ლეგიტიმაციის საკითხი, ხო, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც მშვიდობას, უსაფრთხოებას, ყველაფერს ვინარჩუნებთ აქ და სხვა შემთხვევაში არ იქნება, აი ეს ხაზიც არის. მესამე ხაზი არის, აი შეიძლება საკუთარ თავზე არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგეების და კრიტიკოსთა დისკრედიტაცია იქნება მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები თუ ოპოზიცია. სხვადასხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გადაფარონ აი ამ რაღაცა სხვა მესიჯებით. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს ეს, თქვათ, ინტერესი რა ხდება ეკონომიკაში, რა ხდება სოციალურ საკითხებზე, ფასები და ასე შემდეგ, ამის გადაფარვა სულ სხვა თემებით. ეხლა ამაზე ვახსენებ ხერხებენ, იქ მერე სხვა ქვეყნების დედაქალაქებში ერთეულ შემთხვევების პოპულარიზაცია. კი ბატონო, ნახეთ ის გამახსენდა ქარდიში შემოხვდა იმედზე, რომ მუჰამედიაო ბოლოს 3 წლის განმავლობაში ყველაზე გავრცელებული სახელი დიდ ბრიტანეთში, ინგლისშიო და ანუ ეს არის ახლა ქართული საზოგადოების თავალი საზრუნავი, რომ თქვათ ინგლისში თუ შვედეთში და რომელი სახელი არის გავრცელებული. ხო ესეც პროპაგანდის ხაზია, რომ ნაცვლად აი იმ პრობლემებისა თითქოს გადატანა და სხვა ბევრი რამ ახლავს ამ ქართს, მათ შორის დასავლეთის დისკრედიტაცია. და ერთ-ერთი რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით აი ამ ბიძინა ივანიშვილის ქართს ეხმიანება, ეს არის ილუზორული რაღაცა კონსენსუსის შექმნა, რომ თითქოს ხალხს ეს რაღაცა უნდა. აი შექმნეს ახლა ეს ბიძინა ივანიშვილის ქარდი კოსტავასთან და გამსახურდიასთან. კი ბატონო, და თითქოს აი ამას ელოდა ქართული საზოგადოება და ისე მოსწონს და 1500 ტროლის მეშვეობით მოწონებასთან ერთად რაღაცა პოზიტიური კომენტარები შექმნა, რომ თითქოს ამაზე არსებობს ერთობა, კონსენსუსი საზოგადოებაში, რომ აი ბიძინა ივანიშვილი არის იმათი ტოლი და რაღაცა. ანუ ეს რისთვის არის, რომ შექმნას იმაზე მეტი პოზიტიური ჩართულობა, ვიდრე რეალობაში არსებობს და ამას რა გავლენა აქვს ახლა საზოგადოებაზე, ხო? ადამიანი რო დაჯდება სოციალურ ქსელში, ის არ აკვირდება ახლა ეს ნამდვილი ყალბია, ნამდვილია ტროლია, ვინ არის, ხედავს რომ ბევრი პოზიტიური კომენტარია, მოწონება და ფიქრობს რომ უი ალბათ საქართველოში ასე ფიქრობენ, ხო? შეიძლება თავად სულ არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ეს უკვე განწყობას ქმნის რომ ესე. გარდა ამისა, როგორ მუშაობს სოციალური ქსელების ალგორითმი, რაც უფრო მეტი ლაიქი აქვს უცებ და კომენტარი აქვს, ის უფრო მეტ ადამიანთან ვრცელდება, ასე მუშაობს ალგორითმები. აი ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად დამუშავებული იმისათვის, რომ შეიქმნას ყალბი ალტერნატიული რეალობა, თითქოს მათ აქვს ძალიან ბევრი მხარდაჭერა და საზოგადოებაში ამაზე ასეთი აზრი შექმნას. ანუ აი ესე მუშაობს ეს ტროლბოტების მექანიზმი, რომელზეც საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ 1500-ის შექმნა მერე ამის მართვა, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი საქმე, ხო? მათ შორის არის პირდაპირ მტკიცებულებები, რომ ამაში სახელმწიფო რესურსები იხარჯება, ან ეს არის ვალდებულების ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან დასაქმებულები და მათი არაოფიციალური კონტრაქტის შემადგენელი ნაწილი არის. რომ ის რომ მუნიციპალიტეტის აპარატშია თუ დეპუტატია თუ ასე შემდეგ, არაოფიციალური კონტრაქტის შეთანხმების ნაწილია, რომ მან ეს უნდა აკეთოს. კი, ეხლა ამ კონკრეტულ ამას რო აკეთებს, ერთია მორალურად, პოლიტიკურად რამდენად სწორია და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეა, რომ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ამას სამსახურისაგან თავისუფალ დროს აკეთებდნენ, როცა დაუშვათ შვილიშვილს ეთამაშება ან კეიფშია სადღაც წასული. ძირითადად ამას აკეთებენ სამსახურში ყოფნის დროს, სამსახურის რესურსების გამოყენებითაც. და თუ კი აფინანსებენ და ასპონსორებენ, რომელი ფულია გამოყენებული ეს ზამოში იღებენ, მაგრამ აი ბოლოს რაც მინდა დინო რო კითხოთ, დასკვნა გამოდის ასეთი, რომ იქნება
რეალობა, უბრალოდ შეგრძნება რეალობისა, რომელიც არ არსებობს, ეს ახდენს გავლენას საზოგადოების დიდ ნაწილზე, ერთის მხრივ გარკვეულწილად ნიჰილიზმს აჩენს, რომ თუ ასე დამოკიდებულება, ესე იგი თუ ივანიშვილი კოსტავასთან თანაბარ, ესე იგი უკლავს მოტივაციას, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული, ბევრთან დაპირისპირების სურვილი აღარ აქვს ადამიანს და ასე შემდეგ. რა უნდა დაუპირისპირდეს ამას? ისპედი დაუპირისპირდა გამოაქვეყნა ჩვენ ახლა ვავრცელებთ ინფორმაციას და ვეუბნებით რომ არა ხალხო ეს არის ტროლბოტების და იმ კონკრეტული დასაქმებული ადამიანების არაოფიციალური კონტრაქტის ნაწილი და პროპაგანდა არის ცუდი. კიდე რა შეიძლება გაკეთდეს და ხალხმა რა უნდა გაითვალისწინოს? კი ბატონო, ნამდვილად, ესე იგი, ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაცია არის იარაღი, ხო? არ გჭირდება რაღაცა ეს ცეცხლსასროლი იარაღი, ინფორმაცია არის იარაღი, რომელსაც ეს არადემოკრატიული აქტორები იყენებენ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და მე ერთი რამ მინდა კიდევ თქვა სანამ გამოსავლებზე გადავალთ ზოგადად პათეტიკურად არასოდეს არ ვსაუბრობ მაკვირდები რაღაცას და მე ვამბობ ხო მე მგონია რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან ესე დაპირისპირებული ერთმანეთთან არ არსებობს ესეთი ხიჩატეხილობა და ასეთი შეურაცხყოფელი განწყობები რომელსაც ჩვენ სოციალურ ქსელში ვხედავთ მე ვერ წარმომიდგენია იმიტომ მაგალითად მახსენდება ბევრჯერ ჩემ ქარდზეც ისეთი უშვერი სიტყვებით ვიღაცაები აი რაღაცა შეურაცხყოფას მაყენებენ რომ ან სხვა ქალებს ვერ წარმომიდგენია რომ ქართულმა კაცმა ეს უცხო ადამიანს ესეთი შეურაცხყოფა მიაყენოს. აი სულ ტროლები და ბოტები არიან. ამიტომ ჩემი აზრით ის დაპირისპირება რაც სოციალურ ქსელებში ჩანს ქართული საზოგადოების ეს რეალობას არ შეესაბამება. მე ესე მგონია. ან მასშტაბები არის პარლამენტარი კაცების საქციელსა და ესეც რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია რომ მასშტაბი გაზრდა. ბოტობის ტრენდის ნაწილი არიან. ეს არის ზუსტად პრობლემა. ანუ ისინი არ წარმოადგენენ ამ საზოგადოებას რეალობაში. ისინი არ ასახავენ ამ საზოგადოების ტრადიციას, განწყობას და დამოკიდებულებას. წინამდეგ შემთხვევაში ასე უბრალოდ არის. შეიძლება ასეთი უზრდელები იყვნენ და უკულტუროები, მაგრამ ასე არ მოიქცეოდნენ, რომ იყვნენ დამოკიდებული ამ ხალხის შეფასებაზე, ხო? ამას კრიტიკას არავინ არ ეწინააღმდეგება, აქ საუბარია ფორმებზე, ხო, რა თქმა უნდა და მე მოკლედ ჩემი დაკვირვება ხალხთან ანგარიშვალდებულება არ აქვს, მათ თორე ასე არ მოიქცეოდნენ. ხო, მოკლედ ჩემი დაკვირვება ეს არის რომ მასშტაბი არის გაცილებით გაზრდილი ვიდრე ეს არსებობს ქართულ საზოგადოებაში. ახლა რაც შეეხება გამოსავლებს, ნახეთ სხვადასხვა ტიპის გამოსავლებზე საუბრობს ყველა. მე რასაც ვაკვირდები, ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია რომ აი მედიის როლიც მგონია აქ სამოქალაქო საზოგადოების რომ მაქსიმალურად ადამიანებს მივაწოდოთ სიმართლე. იმიტომ რომ პროპაგანდით ვერ დაუპირისპირდებით და ეს არც იქნება მართალი. პროპაგანდის მხარეს აქვს ისეთი ინფრასტრუქტურა არის კოორდინირებული და ჩვენ აქეთა მხარე დემოკრატიული მხარე ვართ, რომელსაც ყველას განსხვავებული აზრი გვაქვს და ვერავის დავავალებთ, რომ ყველა ერთ ხაზზე ვისაუბროთ. უბრალოდ ჩემი აზრით აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადამიანებთან საუბარი უნდა დავიწყოთ რეალურ საკითხებზე, სიმართლეზე, მათ პრობლემებზე და ჩვენი დღის წესრიგი უნდა გქონდეს. ის კი არა, რომ ისინი რა სიტყვიან და პასუხში შევიდეთ და ასე შემდეგ, არამედ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის რეალური პრობლემების საზოგადოების, რეალური საკითხები, რაც ადამიანებს აწუხებთ და მათ შორის რა თქმა უნდა მედია წიგნიერება, რომ ეს ყველაფერი ავუხსნათ ადამიანებს. უბრალოდ ნახეთ, მე მგონია, რომ სინამდვილეში ადამიანებს მართლა აწუხებს და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ადამიანი მთელი დღე სამსახურში რომ მოვა და ჩამოჯდება საღამოს ეს უფრო აინტერესებს მათ უქმნიან ამ ალტერნატიულ რეალობას ამიტომ ჩვენ ამაში არ უნდა შევყვეთ და ჩემი აზრით გამოსავალი არის იმ საკითხებზე საუბარი რაც ადამიანებს რეალურად აწუხებს იქნება ეს მედია იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის რა თქმა უნდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ესაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და ესაუბრონ იმაზე რაც ხალხს რეალურად ატარდებს. ნინო დოლიძე, მადლობა ნინო საუბრისთვის ნაწილობრივ ზუსტად ამ ფუნქციას და მისიას ვასრულებდით. ნამდვილად ასეა.